არის რომ მაღაზიაში მივიდე. შემცირებული ფასები ყველაზე მოთხოვნად საკვებ პროდუქტებზე. ძალიან დიდი შეღავათი. რას თავაზობენ მსხვილი სავაჭრო ქსელები მოსახლეობას? ჩვენი მიზანი არის რომ სისტემური რეფორმებით სექტორი გავხადოთ ჭახსახი. ევროპული მოდელი როგორ იმუშავებს სოციალური კალათა? გაიაფებული პროდუქტების ნაცვლად ახლა გვიპიარებენ მარკეტებში ფასდაკლებებს. თავიდან მოგვატყუეს და ყოველ დღე 15 პროდუქტი იქნება ფასდაკლებაშიო და ახლა გვეუბნებიან რომ მინიმუმ ერთი პროდუქტი მაინც იქნება ფასდაკლებაში ყოველდღიურადო. ანუ ხალხო ერთი პროდუქტი მაინც იქნება ფასდაკლებაშიო. ჯერ ერთი ასეთი ფასდაკლებები ისედაც ყოველთვის იყო სუპერმარკეტებში. მეორე ზოგადად ფასდაკლება და მსგავსი ფასდაკლება სუპერმარკეტებისთვის რეკლამაა. იმისთვის რომ მოიზიდონ ხალხი და მერე სხვა პროდუქტები მიყიდონ ჩვეულებრივ ფასად, მომგებიან ფასად მათთვის. და ამ სარეკლამო კამპანიას კიდე ზევიდან უფასო სატელევიზიო რეკლამა დაუმატეს სუპერმარკეტებისთვის. ანუ ამას გვისაღებთ ევროპული ტიპის რეფორმად და ფასების რეალურ გაიაფებად. მთელი ერი სუპერმარკეტების ფასდაკლების ძებნაში ჩაგვხდეთ და ეს გონიათ სერიოზული რამე? გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ამას ხარავებთ ხალხს. რეალური რეფორმის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება. უნდა გააუქმოთ დამატებითი ღირებულების გადასახადი პირველად პროდუქტებზე და პირველად მედიკამენტებზე. ასევე გააუქმოთ აქციზი ბენზინზე. ამის შედეგად ფასები 1-2 ლარი დაიწევს ყველა პროდუქტზე და აღარ დაგჭირდებათ აი ამ სისულელეების კეთება. მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ამის შნო არ გაქვთ.